პენსიების გაზრდის თემა თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებად უკვე იქცა. დავითაშვილი ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში დედაქალაქში სახელმწიფო დახმარების გაცემა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით მოხდება. ასევე პენსიონერები 100%-იან სადაზღვევო პაკეტს მიიღებენ. ხალხის პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ყველა საჯარო სკოლაში პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოები უფასოდ დარიგდება. მინიმალურ პენსიას კი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით თითოეულ წელზე 1 ლარი უნდა დაემატოს. თავის დროზე შეესთავაზა ბლეფი სახელწოდებით იაფი დაზღვევა. 5 ლარად შენ ვერ იყიდე სადაზღვევო პაკეტს, რომელიც რაიმე სახით მისაღები იქნება ვინმესთვის. ამიტომ ჩვენ გვაქვს ძვირი დაზღვევის პროექტი, რომელიც გულისხმობს მინიმუმ 40 ლარი უნდა გამოიყოს თითოეულ პენსიონერზე და შევიძინოთ სრული 100%-იანი სადაზღვევო პაკეტი. ჩვენ შეთანხმებული ვართ სტრატეგიულ მიზანზე, პრეზიდენტის ძალაუფლების შეზღუდვა, ავტორიტარული მმართველობის დასრულება ქვეყანაში და პრაიმერის ჩატარება გამოსავლენად ოპოზიციის მხრიდან მერობის კანდიდატებს. ადამიანებმა უნდა იცოდნენ ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში რა იქნება მათთვის ხეირი. ეს უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან სწორია, რომ პროგრამების წარდგენა დაიწყო. კონსერვატორები წარმოადგენენ ჩვენს პროგრამას, ალბათ წელს არა, მაგრამ მომავალი წლის დასაწყისიდან ამ ნაბიჯს გადავდგამთ.